საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Ამ დღისათვის მუზეუმების საერთაშორისო საბჭო ყოველწლიურად ირჩევს და საზოგადოებას თავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ ყოველთვის მიმართულია მუზეუმის როლის გაზრდაზე. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ ეზოში, საიდანაც ახლა მე გამოვდივარ, აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლის მემორიალური მუზეუმია განთავსებული. სოსო წერეთელი ბევრისთვის თვითმფრინავის ბიჭად რჩება. სხვათა შორის არც ის ფაქტი არის ცნობილი, რომ სოსო წერეთლის მუზეუმი აქ, სოფელ კალვათაშია და ამ მუზეუმში მისი არაერთი ნამუშევარია გამოფენილი. ბევრისთვის ალბათ აღმოჩენაა, რომ ამ მუზეუმში თვითმფრინავის ბიჭების ნახატებია გამოფენილი. სიმბოლური დამთხოვაა ალბათ, რომ წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემა ასე ჟღერს. მუზეუმები ხსოვნას პლუს კრეატიულობა უდრის სოციალურ ცვლილებას. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი ინგა ზაბახიძე არიშურებს ძალას და ენერგიას მართლაც რაც შეიძლება ყველანაირად გვიდგას მხარში. ყველანაირად ვეცდებით და ვცდილობთ, რომ ფართოდ გავიტანოთ სოსო წერეთლის სახელი და რა თქმა უნდა მეტი დამთვალიერებელი მოგვივიდეს. მუზეუმში საჩხერის სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები სჭარბობდნენ. ჩვენ ვართ სამხატვრო სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის ბავშვები და გვაინტერესებდა არ გქონდა ნახე მისი სურათები და მოვედით აქ გალერეაში რომ დაგვეთვალიერებია და ყველა ძალიან დიდი შთაბეჭდილებით მივდივართ, იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა ეს ნახატები. მისი ნამუშევრებიდან ძალიან საინტერესო იყო სოსო წერეთლის თვითონ პორტრეტი, თავის სახე როგორ აქვს აღწერილი. მან მოკლე ხანი იცოცხლა, მაგრამ 25 წლის იყო, მაგრამ მან არაჩვეულებრივი საქართველოს დაუტოვა არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მუზეუმის საერთაშორისო დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს სამუზეუმო საზოგადოებისთვის. ამ დღეს საუბრობენ ყველაფერზე, მათ შორის იმ პრობლემებზეც, რომლის მოგვარებაც მუზეუმისთვის აუცილებელია. აკაკი წერეთლის სახელმუზეუმში საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეს ინგა ზაბახიძეს მუზეუმის ფონდის ხელმძღვანელი სასწრაფოდ მოსაგვარებელ საკითხზე საუბრებოდა. არ შემიძლია არ თქვა, რომ ჩვენ გამოფენა, როგორც ასეთი ექსპოზიცია არ აქვს. დარბაზი აშენებული 1990 წლიდან თითქმის 22 წელიწადია დარბაზში გამოფენა არ ქონია. დაბლა დედისეულ ბაღში აშენებული არის ეს შენობა და ველოდებით ახლა იქნება ახალმა მთავრობამ გადმოგხვედოს და იქ ექსპოზიცია განვთავსოთ და ეს მუზეუმი, სადაც ამჟამად ორ ოთახში გვაქვს ჩაკეტილი მთელი ეს ექსპოზიცია, გადავიტანოთ იქ და აქ სახე მიიღოს ამ სახმა და ეზოკარმიდამომ ისე როგორც იყო აკაკის დროს, მემორიალურად. საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ 18 მაისს საჩხერეში არსებული ყველა მუზეუმი დაათვალიერა. მათ თანამშრომლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად ისაუბრეს პერსპექტივებსა და საჭიროებებზე. თანამშრომლები ნამდვილად როგორი ზრუნვით ეკიდებიან სამუზეუმო საქმეს ხედავთ. მოვისმინეთ მათი პრობლემებიც, გეგმებიც, იდეებიც, რა ჭირდებათ სამომავლოდ. ყველა მათგან სჭირდება ჩვენი დახმარება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დღე კიდევ იმიტომ და მუზეუმების მონახულება. ჩვენ ვაპირებთ საჩხერის მთელი მსოფლიოს ტურისტულ ქსელში ჩართვას. ამისათვის დავიწყეთ ციხემოდინახის აღდგენა. ამისათვის ვუვლით ყველა მუზეუმს, რომ ყველა უცხოელი, ვინც კი საქართველოში ჩამოვა, ასევე ჩამოვიდეს საჩხერეში, ნახოს ეს ძვირფასი და არაჩვეულებრივი, უნიკალური მუზეუმები და ბევრი საამაყო გვაქვს და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რას ვფლობთ და რა შეგვიძლია. მუზეუმები რომ მნიშვნელოვანი საშუალებაა კულტურული გაცვლის, კულტურების გამდიდრებისა და ურთიერთგაგების განვითარების, ხალხთა შორის თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის უდაოდ დაეთანხმებით საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორს თამარ კაციტაძეს, რომელმაც
ყველა ექსპონატის ისტორია კარგად იცის, საინტერესოდ გვიამბობს და შესაშურ გიდობას გვიწევს. აკადემიკოს ბორის კუპტინის ჯოხი, როდესაც ის საჩხერეში აწარმოებდა გათხრებს ცარცის გორაზე, ნაჩერქეზებზე, შარვაძის ოჯახში იდგა, მისი მეგობარი იყო, მეგობრობდა ამ ოჯახთან, ეს გახლდათ ექიმი შალვა შარვაძე და იმ ოჯახმა, როდესაც საზეიმოდ გაიხსნა მუზეუმი 82 წელში, უძღვნა საჩუქრად. საჩხერული ყვამილიანი ცული, ეს სახელწოდება მიიღო იმდენად, რამდენადაც ასეთი ცული ამ ფორმისა და ამ შემადგენლობის ამიერკავკასიაში არსად არ არის მიკვლეული. მის შემადგენლობაში არის დარიშხანის მეტი პროცენტული შემადგენლობა და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს არის ადგილობრივი მადნით დამზადებული. სოციალური სივრცე, მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. საკუთარი აქტივობებით წვლილი შეაქვთ მათივე ტერიტორიის წარსულის პოპულარიზაციასა და სამომავლო განვითარებაში. ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ის სიახლე, რომელიც უკვე 3 წელია საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განუყოფელ ნაწილად იქცა. ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ორნატი, ხელმძღვანელი გელდუცი მაკურიძე და ხეზეკვეთის შემსწავლელი წრე, ხელმძღვანელი მურმან ცერცვაძე. ორივე გუნდი აქტიურადაა ჩართული პროგრამაში, ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას. მუზეუმები ინარჩუნებენ ინტენსიურ კავშირს საზოგადოებასა და მის ისტორიასთან. ისინი წარმოადგენენ სივრცეს თაობებს შორის დიალოგისთვის. დიალოგი ახლაც გრძელდება. საკმარისია ერთხელ მისწვდეს სმენას აკაკის სახლის სადილის მენიუ, რომ აღარასოდეს დაივიწყო ის, რაც ქართველებისთვის მარადჟამს აქტუალური დარჩება. ბოლოს წერია ასე, რომ მოლხენა ქართული უკუღმართი ღვინისმა სურვილის სამერ, უკუღმართი მრავალჟამიერი დაგმობილია. ამას უნდა ზუსტად ყოფილიყო ნამდვილი ქართული მრავალჟამიერი, ღვინისმა ყოფილიყო სურვილის სამერ და სხვა ყველაფერი მოლხენა იქნებოდა ქართული. დიდარი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ექსპონირებასთან ერთად უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა, რომ სამუზეუმო სექტორს ახასიათებს კრეატიულობა და სიცოცხლის უნარიანი აქტივობა, რაც აძლიერებს თანამედროვე სამუზეუმო ინსტიტუციებს, ასკვნიან ექსპერტები.